მადლობა მოგზაურობისთვის, ელისო. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, პარტიის ყრილობა ქონდათ, თქვენ აგირჩი ეს პოლიცსაბჭოს მდივნად გილოცავთ პირველ რიგში. მაინტერესებს სტრუქტურულად რა შეიცვლება, როგორ განვითარდება ეს პარტია და ასევე აქვე დაგისვათ კითხვას, თუნდაც კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებთან მიმართებაში, სხვა პარტიები რამდენად იქნებიან მომავალში კონკურენტუნარიანი ისეთ პარტიასთან, როგორიც არის თქვენი პარტია. იმიტომ რომ არის უკვე საუბარი, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლოა კოალიციაში შემავლებმა პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. აი მიმართულებით თუ უკვე მუშაობთ და საორგანიზაციო საკითხებზეც რომ გვესაუბროთ პირველ რიგში და შემდეგ ჩაიკითხებთ. მადლობა მირიან შეკითხვისათვის, ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი შეკითხვა. პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის ის უდიდესი ნდობა, რომელიც გამომიცხადეს პარტიის წევრებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგად. ეს მე მგონი თქვენთვის ჟურნალისტებისთვისაც სასიხარულო უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მაინც უფრო ჟურნალისტური კასტის წარმომადგენელი ვრჩები დღემდე, ვიდრე პოლიტიკის ნაწილი. დიახ. კი ბატონო. რაც შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს. ბატონმა გივი ჭიჭინაძემ და მე უნდა წარმოვდგინოთ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს 2 კვირის განმავლობაში პარტიის ახალი სტრუქტურა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავაფუძნეთ 65 რაიონში ჩვენი პარტიული სტრუქტურები, არის რამდენიმე პრობლემური რაიონი, სადაც მე ვგეგმავ უახლოეს პერიოდში ჩასვლას და ყველა ჯგუფთან შეხვედრას იმისათვის, რომ მოვახდინოთ პრობლემების სრული იდენტიფიკაცია და გავარკვიოთ, სად როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ქართული ოცნების პარტიული სტრუქტურა. და მას შემდეგ, რაც 73-ვე რაიონში დავფუძნდებით, როგორც პარტიული ორგანიზაცია, ქართული ოცნება აირჩევს სხვა აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეული შტატები იმისათვის, რომ ჩვენ უფრო სრულყოფილად წარმართოთ ჩვენი საქმიანობა. დღემდე ჩვენ იცით, რომ საქმიანობდით კოალიციურ რეჟიმში. ეხლა კოალიციური ოფისები არის დახურული. მე უდიდეს პატივს ვცემ კოალიციის წევრ ყველა პარტიას, თუმცა მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიქნებით ერთად თუ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე, არ შეიცვლება ჩვენი ურთიერთპატივისცემა და დამოკიდებულება, თუ კი გავხდებით პოლიტიკური კონკურენტები, ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ მოვიგოთ არჩევნები და ვიყოთ გამარჯვებული პარტია ყოველთვის. თუმცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე აღნიშნა, რომ ჩვენი პარტია იქნება და იარსებებს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, იმიტომ რომ ოპოზიციაში ყოფნა არის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. აი ეს არის ჩემი პასუხი, თუ კი რაიმე გნებავთ, კიდევ მზად ვარ დავამატო. დიახ, ანუ რა შეეხება თვითონ კოალიციას, კოვა დავითაშვილის განცხადების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება ითქვას, რომ პირველი ბზარი შევიდა კოალიციის ერთობაში. დღეს უნდა გადაწყდეს, ის რჩება თუ ტოვებს კოალიციას. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, ის განაწყენებული არის კოალიციის რიგ წარმომადგენლებზე. ამოწურულია თუ არა ეს პრობლემა, დარჩება თუ არა კობა დავითაშვილი, მიიჩნევთ თუ არა თქვენ, რომ უნდა დარჩეს ის კოალიციაში, თუ იზიარებთ იგივე დავით უსუფაშვილის პოზიციას, რომელმაც გააკრიტიკა და არ მოუწონა საქციელი კობა დავითაშვილს. თქვენ შეკითხვაზე ორ ნაწილად გავცემდი პასუხს. პირველი არის ის, რომ ბუნებრივია პოლიტიკოსს უნდა იყოს ნერვები, მოითმინოს შეურაცხყოფა, მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობა ბოლო პერიოდში დაკავებულია ძირითადად პროვოკაციების მოწყობით, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქართულ რეალობაში. მათ სურდათ 8 თებერვალი გამოეყენებინათ გარკვეული პროვოკაციებისათვის და მადლობა ღმერთს, რომ ეს არ გამოვიდა და ეხლაც აგრძელებენ სხვათა შორის სხვადასხვა ეთერებში პროვოკაციების მოწყობას და მათ შორის კობა დავითაშვილთან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კობა არის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი. ამ ადამიანის სიცოცხლე დადგა რამდენჯერმე კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება კობა დავითაშვილს მორალი წაუკითხოს. გუშინ პოლიცსაბჭოს სხდომაზეც გქონდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი. პოლიცსაბჭოს თითქმის ყველა წევრის პოზიცია არის ის, რომ კობა არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული თანამებრძოლი. კობა დავითაშვილს
აქვს ძალიან ბევრი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროს საკითხებთან დაკავშირებით და ასევე შრომით კანონმდებლობასთან დაკავშირებით კობა აკეთებს ძალიან ბევრ საქმეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი დარჩენა კოალიციაში იქნება ჩვენთვის ძალიან ღირებული და მომწონს მისი კრიტიკული ტონი, იმიტომ რომ ჩვენ შორის უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხანდახან გამოვლენ და შემოგვიძახებენ, რომ მაგალითად ის ყბადაღებული კოჰაბიტაცია არ ნიშნავს ყველაფერზე თვალის დახუჭვას და იმ უამრავ დანაშაულობებზე პირში წყლის ჩაგუბებას, რომელიც ჩაედინა ამ წლების განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ. მან თქვა, რომ როდესაც მე რეალურად დამჭირდა თანაგუნდელების გვერდში დგომა, მე ეს ვერ ვიგრძენიო და ისაუბრა ასევე, რომ კოალიციაში არსებობს გარკვეული ელიტა, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებას და ის ამ ელიტაში ვერ მოხვდა. არა, ეს ნამდვილად არ არის ასე, არანაირი ელიტა კოალიციაში ჩემი აზრით არ არსებობს, უბრალოდ თემატურად პოლიცსაბჭოს სხდომები იმართება ხოლმე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მე კოალიციის პოლიტიკური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა არასოდეს არ მიმიღია, თუმცა რამდენჯერმე იყო წინადადება, რომ და თანაც თუ კი ვიაქტიურებდი და მივიდოდი ამ სხდომებზე, არავინ არ დამიგხურავდა კარს. მაგრამ ვთვლი, რომ პოლიტიკური საბჭოს ან პარტიის ყველა წევრმა უნდა გააკეთოს საკუთარი საქმე. და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის უდიდესი ნაწილი გახლავთ სწორედ კობა დავითაშვილის იდეებზე აგებული, მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული პოლიტიკოსი ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ კობამ იბრძოლა არა საკუთარი თანამდებობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის ან რაღაც პრივილეგიების მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ განხორციელებულიყო ჯანდაცვის პროგრამა, რომ ყველა მოქალაქე ყოფილიყო დაზღვეული, რომ შრომით კანონმდებლობაში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც დაიცავს როგორც ჩემს, ასევე თქვენს უფლებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ კობა რამენაირად იჩაგრება, პირადად გახლდით ვენაში EUTHOS სამიტზე, სადაც სხვათა შორის შევხვდი ქალბატონ დუნია მიატოვიჩს, რომელსაც ბატონმა გიორგი კანდელაკმა მიაწოდა სრულიად არასწორი ინფორმაცია. ისევე როგორც ევროპის საბჭო შეიყვანა შეცდომაში და ჩააგდო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ორ წინადადებაში დაშვებულია 3 ფაქტობრივი შეცდომა, რაც ვფიქრობ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის გახლავთ ძალიან უხერხული. და ავუხსენი ქალბატონ დუნია მიატოვიჩს, რომელიც იმედი მაქვს, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში EUTHOS წევრი ქვეყნების მიერ ისევ იქნება დამტკიცებული მედიის საკითხებში EUTHOS წარმომადგენლად, რომ არანაირი ცვლილებები პრემიერ-მინისტრს არ დაუგეგმავს მაუწყებლობის შესახებ კანონში, ეს თქვენ შესანიშნავად ვიცით დარწმუნებული ხართ. ამ ცვლილებების ავტორები არიან ქალბატონი თამარ კორძაია, ბატონი ზვიად ქორიძე, ბატონი ლაშა ტუღუში, ქალბატონი ნინო ზურიაშვილი და ასე შემდეგ. 12 არასამთავრობო ორგანიზაცია. მე ჯერ არაფერი მსმენია შორენა შავერდაშვილის ან ქალბატონი თამარ კორძაიას პრემიერ-მინისტრობის შესახებ. შესაბამისად შევთანხმდით ქალბატონ დუნია მიატოვიჩთან, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონზე მუშაობაში ჩაერთვებიან ევროპელი ექსპერტები, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამოსვლას საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ისინი თავიანთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოგვაწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად. პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა ცოტა ხნის წინ თურქეთს, მანამდე იყო ვიზიტი სხვა მეზობლებთან აზერბაიჯანში, სომხეთში. თქვენი შეფასება მაინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა ამ შეხვედრაზე იყო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რამაც გარკვეულწილად პრობლემები შექმნა მეზობლებთან ურთიერთობებში. იგივე სომხეთში გაკეთებული განცხადებები, ჯერ აზერბაიჯანში და შემდეგ თურქეთთან დაკავშირებით ჩაიკითხებით. ზოგადად მეზობლებთან ვერ ვხვდები თქვენი შეკითხვის არს, რადგან თურქეთში მე ვფიქრობ თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პერსპექტივები დაისახა. ქართული საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულმა საკითხმა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საკულტო ნაგებობები აჭარის ტერიტორიაზე არის უამრავი. ყველა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეს, თანამოძმეს ბუნებრივია აქვს უფლება, რომ საკუთარი რიტუალები შეასრულოს და ჩვენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები მზად ვართ, რომ მათ
ყველანაირი პირობა შეუქმნათ საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის განსახორციელებლად. მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ ისეთი პიროვნების მეჩეთის აგება სახელობის, როგორიც გახლდათ ბატონი აზიზიე, რომელიც არც თურქეთში არის ძალიან პოპულარული, არ იქნებოდა სწორი და მისაღები, იმიტომ რომ არ ვიცი, ახლა უცნაურია, რომ საქართველოში დავდგათ მაგალითად მურვანყრუს ძეგლი, ან ჯალალედინის და ასე შემდეგ, ხომ და ამ ადამიანის ბიოგრაფიაც, ვინც იცნობს აზიზიეს ბიოგრაფიას, არის დაახლოებით ამდაგვარი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შეთანხმება, მით უმეტეს თუ კი მოხდება ამ შეთანხმების სანაცვლოდ ჩვენი კულტურული ძეგლების მიხედვა, რომელზეც პასუხისმგებლობას აიღებს თავად თურქული მხარე. თანამშრომლობასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება თურქეთის რესპუბლიკასთან, ისევე როგორც სომხეთთან და აზერბაიჯანთან. წინა ხელისუფლების პირობებში გაცილებით მეტი კონფლიქტური საკითხი იყო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში. საკონსტიტუციო ცვლილებებს რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ხდებიან პარლამენტის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი ამ საკითხებზე იმართება შეხვედრები და არის უკვე საუბარი იმაზეც, რომ შესაძლოა ეს მოლაპარაკებები დასრულდეს კონკრეტული შედეგით. თვითონ ამ მოლაპარაკებების პროცესს როგორ შეაფასებთ და რა შეიძლება დათმოს ქართულმა ოცნებამ და რა შეიძლება რა დათმობებზე წამოვა ნაციონალური მოძრაობა იმისთვის, რომ განხორციელდეს რეალურად ეს ცვლილებები კონსტიტუციაში. ვფიქრობ, რომ 2013 წლის თვის ასამოქმედებელი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედება არის სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება შეიკვეცოს და პარლამენტმა დაიბრუნოს საკუთარი ღირსეული ადგილი და პარლამენტმა რეალურად გააკონტროლოს მთავრობა. დღევანდელ ეტაპზე მე არ მგონია, რომ დანარჩენი საკითხები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პარლამენტის ადგილმდებარეობა, იყოს მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ მე მაგალითად მზად ვარ თუნდაც მთელი სიცოცხლე გავატარო ქუთაისის პარლამენტში, ოღონდ გადაიჭრა სხვა ისეთი ტიპის პრობლემები, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, როგორიც არის მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების სრულყოფილად განხორციელება და ასე შემდეგ. ანუ მთავარია მთავრობას მიეცეს ღირსეულად მუშაობის საშუალება და პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილებები დაიბრუნოს. ეს კონფიგურაცია 2013 წელს ასამოქმედებელი ცვლილებებით არის შესაძლებელი. ადგილმდებარეობასაც შეეხება, ანუ შესაძლებელია, რომ ამ საკითხზე მოხდეს შეთანხმება და პარლამენტი დარჩეს ქუთაისში. მე არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან, რასაც თქვენ ყოველდღე იხდით საკუთარი ჯიბეებიდან, გადასახადის ყველა გადამხდელი საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა განსაკუთრებული ტიპის პრობლემას ვერ ვხედავ. მე ისევე მიყვარს ქუთაისი, როგორც თბილისი, მზად ვარ ვიმუშაო სიღნაღშიც, ბათუმშიც, ტყიბულშიც და საქართველოს ნებისმიერ ადგილას, სადაც იქნება საჭირო ქართული საზოგადოებისთვის. და ერთ შეკითხვას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირობა არის უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ ხარს დაუჭერთ ინიცირებულ პროექტს იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები. მე მესმის, რომ თქვენ არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, მაგრამ რას ნიშნავს მათი მხრიდან ასეთი ულტიმატუმის დაყენება? ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად 8 თებერვალს მოწყობილი პროვოკაციაც და ის ულტიმატუმებიც, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებასთან გვიყენებს ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლება და მისი შეთხელებული გუნდი სხვათა შორის, ნიშნავს საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობას. ამ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ ხელისუფლებიდან ისინი წავიდნენ და კარგანხას ვერ დაბრუნდებიან. მაგრამ პირველ რიგში სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შეინარჩუნოს გარკვეული გუნდი და არ დაეშალოს ბოლომდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი არ აღიარებენ იმას, რომ მისი ხელისუფლება დასასრულისკენ მიდის. მეორეს მხრივ არის უამრავი დანაშაული, არის მილიონობით ლარი, არის პატარა ქალაქებში 9 მილიონზე მეტი დახარჯული მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი კომფორტის მოწყობისათვის. და ბუნებრივია, ჩვენ ვალდებულები ვართ ეს საქმეები გამოვიძიოთ, იმიტომ რომ ამ პერიოდში საქართველოს უამრავი მოქალაქე იღუპებოდა
იმის გამო რომ მას არ უკეთდებოდა ოპერაცია, არ ქონდა წამალი და ვერ იღებდა ადეკვატურ მომსახურებას და თუნდაც 30 ლარიან სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსაგან. მე ვარ მომხრე პირადად იმის, რომ ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი და ჩვენ არ გაგვიჭირდება ევროპის წინაშე იმის ახსნა, რატომ შეიძლება კორუფციის გამო ხელისუფლების წარმომადგენელმა აგოს პასუხი. დამისახელეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, სადაც სხვაგვარად იჭრება ეს საკითხი. მაგრამ ეს არის პოლიტიკური ვაჭრობის თემა. მათ იციან, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და უნდათ რომ გაცვალონ კეთილგანწყობაში საკუთარი პირადი უსაფრთხოება და ის მილიონები, რომლებიც გატანილი აქვთ ქვეყნიდან ან ქვეყანაში აქვთ, უბრალოდ შერჩეთ. ეს საკმაოდ რთული გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობა მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ბრძანეთ, რომ არ გაგვიჭირდება ევროპისთვის ახსნა რეალური სურათ ისო. თუმცა ფაქტია, რომ ამ დრომდე არის კრიტიკა დასავლეთის მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით. რატომ ვერ მოახერხეთ, როგორც თქვენ ბრძანეთ, სწორი ინფორმირება ამ დრომდე დასავლელი პარტნიორების? ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას უფრო კარგი კონტაქტები და უფრო დიდი ხნის პერიოდი აქვს ურთიერთობის, როგორც ევროპულ, ასევე ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამავე დროს არ აგვაქვს ფუფუნება, რომ საქართველოს მოსახლეობის ბიუჯეტიდან და ჯიბეებიდან ამოღებული ფულით დავიქირავთ ლობისტური კომპანიები. ეს არის პრაქტიკულად ახლებურ ურთიერთობებზე გადასვლა ამ ადამიანებთან, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოხალისე, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში, რომლებიც მზად არიან მიაწოდონ სწორი ინფორმაცია დასავლურ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. თქვენ იცით, რომ მედიასთან დაკავშირებით ჩვენ კანონმდებლობაში შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც ვფიქრობ, რომ გამოიწვია 4 პუნქტით ქართული მედიის მდგომარეობის დადებითად შეფასებისკენ გაუმჯობესება საერთაშორისო ინსტიტუტების სხვადასხვა ანგარიში. ასევე ყველა აღნიშნავს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ციხეებში, რაც ყველაზე მტკივნეული თემა იყო ერთ-ერთი და საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განსაზღვრავს პირველი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება და მეორე ის თუ როგორ ვიქნებით ჩვენ დახასიათებული საერთაშორისო ანგარიშებში. ამიტომ უნდა დაველოდოთ დეკემბრის ბოლოს. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არა ის, რომ რომელიმე ევროპელი ან ამერიკელი დავარწმუნოთ იმაში, ან რუსეთის წარმომადგენელი, რომ ჩვენთან ძალიან კარგი მდგომარეობაა. არამედ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გადავჭრათ. დამერწმუნეთ, რომ თუ კი ყველა მოქალაქეს ექნება დაზღვევა, დასაქმდება, ქვეყანაში შეიქმნება ეროვნული პროდუქცია და არ შემოვა უხარისხო საკვები. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის წარმატების თვალსაზრისით, რასაც შემდეგ უბრალოდ ანგარიშებში ასახავენ დასავლური ორგანიზაციები, ვიდრე მილიონობით დოლარის და ევროს დახარჯვა ლობისტური კომპანიების დასაქირავებლად. და ბოლოს ჩაიკითხებით შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით აპრილში არის ეს არჩევნები დაგეგმილი, თუ გაქვთ უკვე კოალიციაში კონკრეტული ჩამოყალიბებული მოსაზრება, ვინ იქნება თქვენი კოალიციიდან წარდგენილი კონკრეტულ ოლქებში და აქ მინდა გითხოთ, არის საუბარი იმაზეც, რომ შესაძლოა მოხდეს შეთანხმება პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებთან, რომ ქართულმა ოცნებამ მათ სასარგებლოდ არ დააყენოს კონკრეტულ ოლქებში თავისი კანდიდატურები, იქვე საუბარია ნინო ბურჯანაძეზე და ჯონდი ბაღათურიას პარტიებს. მე ჯერჯერობით თავშევიკავებდი კონკრეტული კანდიდატურების დასახელებისაგან. ბუნებრივია, ვადებიდან გამომდინარე უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი. ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც კოალიცია, ისე მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და დაგეგმილია, რომ კოალიციის წევრი პარტიებიდან იყოს რამდენიმე წარმომადგენელი. თუ კი მოხდა პოლიტიკური შეთანხმება ჩვენი პარტნიორების მხრიდან რომელიმე კანდიდატურის დაყენებაზე და მათ ეყოლებათ ძლიერი კანდიდატი, არც აქ იქნება რაიმე ტრაგიკული. მთავარია პარლამენტს შეემატოს ისეთი ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეეძლება რომ მიმუშაოს კანონმდებლობაზე და გაამდიდროს საპარლამენტო უმრავლესობა. კონკრეტულ კანდიდატებს ჯერჯერობით არ არის საუბარი. არა, რა თქმა უნდა. საუბარი რა თქმა უნდა, საუბარია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ ამის შესახებ. მადლობა.
საუბარია ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც 24 იანვარს იყო მიღებული და გიორგი კანდელაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სახალხო პარტიამ დააყენა ეს საკითხი ევროპის პარლამენტში და პირველი არსებითი პრობლემა იყო ის, რომ თითქოს ეს ცვლილებები არის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული. და თქვენ კარგად იცით, რომ 28 დეკემბერს პარლამენტში შემოვიდა რეგლამენტის 150 მუხლის თანახმად საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ხელს აწერენ მედია ადვოკატირების კოალიციაში მყოფი 12 ორგანიზაციის წარმომადგენლები. მე დაგისახელეთ ქალბატონი ნინო ზურიაშვილი, ქალბატონი თამუნა კორძაია, ბატონი ლაშა ტუღუში, ბატონი ზვიად ქორიძე, საერთაშორისო დიახ, ცვლილებებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ეს იყო მიწოდებული ისე დაახქმული, თითქოს პრემიერ-მინისტრი ცდილობს გავლენის მოხდენას საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მას ეს არაფერში არ სჭირდება. ასევე იყო მისი გამონათქვამების არასწორი ციტირება, რაც ასევე ვფიქრობ, რომ გახდება ევროპის საბჭოს შემდეგ სესიაზე მსჯელობის საგანი. მე მქონდა ჩვენ საპარლამენტო დელეგაციასთან კონსულტაციები და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რეალურად შესწორდეს ეს არასწორი ფაქტობრივი ინფორმაცია. დიდი მადლობა.